მდგავარ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენი პრობლემები გლობალური პოლიტიკიდან ამოვარდეს და ჩვენ დავჩეთ პირისპირ აგრესორის წინაშე. ეს დიდი პრობლემაა, მეგობრებო, და მოდით ერთად გამოვაფხიზლოთ დღევანდელი მთავრობა, რომ მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისაუბრონ იმაზე, რაც ჩვენ გვაწუხებს, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. უუნარობა საგარეო ასპარეზზე ემატება უუნარობა შიდა პოლიტიკის მიმართულებით. წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ქართული ოცნების მთავრობაა ხელისუფლებაში. ნაცვლად იმისა, რომ რამე გაეკეთებინა ქვეყანაში, ისიც გაჩერდა, რაც კეთდებოდა აქამდე. გაჩერებულია წყალტუბო, გაჩერებულია ანაკლია, გაჩერებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, გაჩერებულია თბილისის შემოვლითი რკინიგზის გზა, გაჩერებულია წყალმომარაგების და საგზაო პროექტები, მთელი ქვეყანა გაჩერებულია სასტუმროების მშენებლობები. ეს არის სამწუხარო დღევანდელი ხელისუფლების სახე. გაუარესებულია კრიმინოგენული სიტუაცია, მომძლავრებულია ქურდული სამყარო, დაცემულია ეკონომიკა და პირველად ბოლო 10 წლეულში გასულ წელს 700 მილიონი იყო საქართველოს ბიუჯეტში გარღვევა. 1,2 მილიონი ვალი აიღო ახალმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ 2014 წლის ბიუჯეტი ამოავსოს როგორმე. ლარის კურსი დავარდნილია, გაძვირებულია პროდუქტები, გაზრდილია უმუშევრობა და ინვესტორები გარბიან საქართველოდან ნაცვლად იმისა, რომ შემოდიოდნენ. და რაც ყველაზე მართლაც ცინიკურია, ტელეეკრანებიდან გვესმის ყოველდღიურად რეკლამა. ესე შენდებაო საქართველო. ესე ვერ აშენდება, მეგობრებო, საქართველო და ესე ვერ იქნება ის მომავალი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა. და სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გამოვაფხიზლდეთ და უნდა გამოვაფხიზლოთ მთელი საქართველო, რომ